საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წლის შედეგებს 2015-ში აჯამებს. დღეს ანგარიშის პრეზენტაცია, ასევე ფონდის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სოლიდარობის ფონდის საქმიანობას 240-ზე მეტი საჯარო უწყების, 40,000-ზე მეტი თანამშრომელი უცხადებს თანადგომას. ფონდის დაფინანსებით 18 ბავშვი უკვე გაემგზავრა სამკურნალოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ 40,000 საჯარო მოხელე გახლავთ ფონდის საქმიანობაში ჩართული და დონაციას ახორციელებს 240 საჯარო სექტორის უწყებიდან, ასევე 14 კერძო კომპანია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ შევძელით 58 ბავშვისთვის გვიადღირებული მედიკამენტებისა და საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება. აქედან 18 უკვე გაემგზავრა საზღვარგარეთ და ველოდებით მეც სრულიად გამოჯანმრთელებულებს რომ დაგვიბრუნდეთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ 2015 წელს ჩართულობა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან გაფართოვდება და ჩვენ მოგვეც იმას საშუალება, რომ როგორც გავზარდოთ ონკოლოგიურ პაციენტთა ასაკობრივი სპექტრი, ასევე გავაფართოვოთ პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის და იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვთა დასახმარებლად. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მასშტაბურად გავაგრძელებთ ჩვენ ამ მხარდაჭერას მომავალშიც და აი ამ საპატიო ადგილს, რომელიც დღეს გვერგო დონაციის მოცულობის ხარისხით, კვლავაც მომავალში გავაგრძელებთ.